წავედი უკვე. ვერ მოვითმინე იქ. რა ვარსკვლავები გამაზა. ой. ხოვრაო. აუ, მიყვარს. შვენიერი სუპერ 6000 ლარი. ჩემი სლოტია. არა, 7-იანი დავარტყა თუ არ დავარტყავ, არა, მაპატიეთ, მაგრამ 6000 ლარს ვერაფრით ვერ დავარტყავ. გამორიცხულია ეგ ამბავი. აქედან გასტრიმეთ ბარსელონეტადან. მიდი ვარსკვლავების ბონუსი გთხოვ. იმე. ამას 17 ლარიანი ბეთი მაგრად ევასება, იწან, მაგრად. ჩემი სლოტია. 7-up-ის დედოფალი. მართლა 7-up-ის დედოფალი. რაც მე მარტო 7-up-ში მაქვს მე მგონი ცხოვრებაში ფული მოგებული. ციტრე გაგიხარდა ხო? 7-up-ში რომ მოვიგე. ოღონდ ეხლა გჭირდება ამ ბეწე უკვე ბევრი ფული გაისროლა ამან. საღოლ გამიხარდა, მაგრამ რა მიხარია, რავი, წილში მე არ ვარ. რა გაგიხარდა და მე რო გამიხარდა, ეგ გაგიხარდა და ადამიანობაც ეს არის, სხვას რო უხარია, შენც რო გიხარია, უკვე კარგია რა. რავი, მეც მიხარია ხოლმე სხვა ადამიანებს რაღაც რო უხარიათ და რაღაც კარგი რო შეემთხვევათ, აი რაღაც კარგი რომ მოხდება რა, რატო არ უნდა აიმე, რატო არ უნდა გაგიხარდეს? ანუ შენი რა მიდის? არა მახეა. აუ 7-up-ზე მაგას ნუ მეუბნებით წინ. ვაიმე, რა ავტომატური კაცო, თითოეული სპინით მე უნდა ვიკაიფო, არანაირი ავტომატური. მართლა ძალიან უყვარს ეს სლოტი ქეთას, ხო, გიждები. აუ, კაი, 750 ლარსაც ვერ დავარტყავ, არ გეწყინათ, იმიტომ რომ ჭირდება ფული. ამდენ ფულს რო ვარტყავ, ღმერთო. თქვენი აზრით 10000 რომ მოვიგო, უნდა გავიტანო? საღოლ! πρέπει ნახეთ ფული როგორ იხლება ნახეთ. მიყვარს ეს სლოტი, ეს არის ლეგენდარული მოგება და 7-up-ის ნამდვილი დედოფალი. სანკაია 15500. არა მეგობრებო, ამას მე ნამდვილად ვერ გავჭრი. 24000. დალაიქეთ მტერში არამერი ეგეც წოციკა. აი, თქვით, რომ ვიცი. აუ რა მაგარია. დანკაია. ხომერა ნახე. იგრძენი რომ უნდა შემოვსულიყავი და იმიტომ შემოვედი. ნახე რომ კუპიდონმა ითამაშა, ვიფიქრე რომ მეთქი, ანუ ენდორფინა ხოძეა თქო. ენდორფინა თუ ხოძეა, ჩემი 7-up-თან ფული მქონდა 3000. მაგრამ რა ბედნიერია, აჯაჯა, სულ ეგრე იყავი ქეთა. გაიხარე, ეს არის ორმხრივი სიყვარული. ეს არის მართლა ორმხრივი სიყვარული. ოღონდ ეხა ეს ანუ მე ლოგიკურად ხვდები ძალიან დიდი მადლობა. რა კაი 7-იანები, აი კარგია რა, 7-იანები არის. აუ კაი 420 ლარი. ბოდიში, თქო ესე შვები რომ ვაიმე არ უჭრი არაფერს. ძალიან კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? Never say never. როგორი 7-იანები იყო? რა თქმა უნდა შეეძლო რომ ყველა ზოლზე ყოფილიყო და 7-იანების ბონუსი დაეჭირა, მაგრამ რას ლაპარაკობ? ჩემი 7-up-ში მიყვარს.
და როგორ მიყვარს ეს სლოტი, ღმერთო, აი ღმერთმა იცის როგორ მიყვარს. ოღონდ მე ეხლა მინდა რომ რამე დაიჭიროს კიდე. ჯორჯ, უკვე ჩავაგდე ლინკი, უკვე იყო. აუ, კიდე ფულზე მინდა რომ ავიდე. ხო და ეხლა რას ვიზავიცით? მგონია აღარაფერს აღარ დადებ. თუ დადებ თქვენი აზრით. დიდი მადლობა. აუ ქეთა. აუ რა ვქნა გამოვთო? აუ არა, ერთი წუთი უნდა დავფიქრდე რა, ეხლა მე მოქვს ფული. მინდა რომ უფრო მეტი ფული მოვიგო და მეტი ფული გავიტანო. იმისთვის რომ მეტი ფული მოვიგო და მეტი ფული გავიტანო, აქ დავრჩები დიდი შანსია რომ გავკოტრე. ამიტომ მაშინ სხვა პროვაიდერში უნდა წავიდე, იმიტომ რომ აქ უკვე ამან ბევრი ფული მომცა. შეიძლება აღარ მომცეს, მაგრამ შეიძლება მომცეს, მაგრამ მე ვუმატებ და ვუმატებ ბეთს და არ გამოვა ეგრე. აი ხო, ბეთს ანუ ეხლა მე ავყევი იმას, რომ აი მე ფული და უცბად შეიძლება ეხლა ყველაფერი დავკარგო, ამიტომ ძალიან გონივრულად უნდა ვითამაშო. ისე რომ 50,000 მოვაგროვო, ოღონდ თან ისე რომ 20,000 არ მინდა რომ ჩამოვწდე. აუ ეს რა ამოცანა მაქვს. სად ვარდება და სტრიმზე? გონი რომ გაისროლა გასასროლი. აი ეგ არის რომ მეც ეგრე მგონია რომ აი ამან თითქოს თავი ამოწურა, მაგრამ როგორ იცის ხომ ბონ